მოსამართლეთა რიგით მეათე კონფერენცია გვიანობამდე გაგრძელდება. დიდი მადლობა ლევან, ეს იყო ჩვენი კორესპონდენტი ლევან კვატაშიძე. საბერძნეთში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის კონსტანტინე სურგულაძისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის სამუშაო ვიზიტი გრძელდება. მინისტრებმა უკვე გამართეს შეხვედრები ათენსა და თესალონიკში ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ისინი ათენში ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ, ქართული საბავშვო ბაღები დაათვალიერეს და ქართული ანსამბლის კონცერტს დაესწრნენ. შეხვედრები დაგეგმილია ასევე რამდენიმე ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ქართული დიასპორის თასის გათამაშება მინი ფეხბურთში, სადაც გამარჯვებულ გუნდს პრიზს მინისტრები გადასცემენ. კონსტანტინე სურგულაძისა და ლევან ყიფიანის სამუშაო ვიზიტი საბერძნეთში ხვალ დასრულდება. შევხვდით საბერძნეთის მაღალჩინოსნებს, პირადად შევხვდით სპორტის მინისტრს, სპორტის კულტურის განათლების და რელიგიის მინისტრს გახლავთ. ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში ჰქონდა შეხვედრა, აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროში ქართველები არიან თანამემამულენი, რომელსაც გუშინ ჰქონდა სალონიკში შეხვედრა, დღეს უკვე ათენში ხვდებით ჩვენს თანამოქალაქეებს და გადავიხადეთ პანაშვიდი ბერძნულ ეკლესიაში ჩვენი ჯარისკაცების სულების მოსახსენებლად და მეტად დატვირთული გრაფიკი გვქონდა, მეტად საინტერესო.